რუსული მენიუ, ინგლისური მენიუ, ამასაც მიდის, მოდის ერთი სიტყვით რომ ჩაგეძინოს გაგაღვიძებს. და ამიტომ შევარქვი მე ამას, აი Toyota და Lexus-ი ხო არის? აი ეს არის Lexus-ი. Ყავი შეხედე რა ხარისხის და ყავია. 360 გრადუსი კამერა და კეთილი შენ გეუბნება, როცა მოდიან ადამიანები ავტომობილებზე, დაშინგი კი იყიდება ყოველ დღე 1 და 2 ავტომობილი მაინც იყიდება, მაგრამ შეხედეთ. შენ გეუბნებიან რომ 7 ადგილიანი გვინდა, ხო? აი ეს არის უკვე 7 ადგილიანი ავტომობილი, სადაც თავისუფლად შეუძლია ადამიანს დაბრძანდეს. ჩვენ საუბარი გვაქვს ბენზინის ავტომობილი, საწვავზე მომუშავე ავტომობილებზე და ერთი ჩემი ნათესავი იყო მოსული და რაღაცა Mercedes-ი ნახა და ღირდა 80,000 და იყო 11 წლის Mercedes. მეუბნები, ბიძია 11 წლის Mercedes ყიდულობ, ხო? 70 თუ 80,000 დოლარად. იმ ავტომობილს ორჯერ ჯობია ეს, ხო? ორჯერ მაინც ჯობია. წარმოიდგინე, ახალია, ცელოფნებშია და 10 წელია გარანტია და ახალი ავტომობილი წადი სახში, ხო? ეს ავტომობილი არის ძალიან კარგი და მინდა ხუმრობაა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მოდი ესე გავაკეთოთ. კეთილი. მოდი ესე გავაკეთოთ. აი შეხედე. ამ ავტომობილს ჩვენ დღეიდან გავყიდით 29,900 დოლარის ექვივალენტი ლარში. ძალიან დაბალი ფასი ხო არა? ძალიან დაბალი ფასი, აი ჩათვალე ორ რაბჩიტელეს ჯობია და ორ კიდე ქამრის ერთად. და პრადოსაც ჯობია. ვინც მანქანა იცის ესეა და თუ ვინმე მეტყვის არაო, მაშინ მოიყვანოს მისი პრადო, თქვათ. და მოიყვანოს მისი რაბჩიტირე და თქვათ კიდე სხვადასხვა ავტომობილები და შევადაროთ. აი ამას ორ რაბჩიტირეში არ გავწვი და ამას კიდე 4 რაბჩიტირეში არ გავწვი, იმიტომ ეს არის ავტომობილი, რომელსაც აქ 10 წლიანი გარანტია. ხვალ დილიდან ვინც მოვა 10-15 დღის განმავლობაში ეს აქცია მე და კეთი მოვილაპარაკეთ, რომ ადამიანები ცოტა გავახალისოთ ამ არჩევნების მერე, ცოტა დაღვრემინები არიან, მაგრამ რა გინდა რო ხნა ესეთია ეს ცხოვრება, უნდა შეეგუოთ ბედს, ხო? ამიტომ დონალდ ტრამპის სიტყვებს კიდევ ვიმეორებ. უნდა ვიმუშაოთ იქამდე, სანამ შეგვეძლება მუშაობა. იქამდე გავახაროთ ჩვენი მოსახლეობა, სანამ შეგვეძლება მათი